კალიგრაფია და ხელნაწერი, რომლის მნიშვნელობაზე ძალიან ბევრი ვისაუბრეთ სულ ცოტა ხნის წინ და არა მხოლოდ ჩვენ, მსოფლიო მეცნიერები პრინციპში თანხმდებიან იმაზე, რომ ტვინსა და ხელს შორის ძალიან მნიშვნელოვანი კავშირია და აუცილებელია გონების განვითარებისთვის ადამიანმა ხელით, რაც შეიძლება მეტი წეროს. გარდა ამისა, შეიძლება ითქვას ის, რომ ხელით, როდესაც რაღაცას დაწერ, უფრო კარგად გამახსოვრდება. სწორედ ასე. ჩემ შემთხვევაში პირადი გამოცდილებით სუსტად შემიძლია ვთქვა, რომ თუ რაიმეს კალმით დავწერ ფურცელზე, ამ შემთხვევაში ეს ბევრად უფრო კარგად მახსოვს, ვიდრე კლავიატურაზე როცა ავკრებ, ასე რომ ჩვენ ენის სწავლაზე ხო საუბრობდით რამდენიმე დღის წინ. ერთ-ერთი მთავარი დეტალი სწრაფად რო ენა ისწავლო არის ეს, რომ ხელით გადაწერო სიტყვები. და მე წინადადებებად გადააკეთო ასე შემდეგ. თუმცა პორტუგალიელ მეცნიერებს ახალი ვარაუდები აქვთ, რომ შეიძლება ხელით წერა საერთოდ დაავიწყდეს კაცობრიობას. ამ ვარაუდის და ზოგადად ხელწერის ფენომენის შესახებ ანა თაკავანძის სიუჟეტი უნდა ვნახოთ. 10-15 წლის შემდეგ ხელით წერა დავიწყებას მიეცემა. ბავშვები ადრეული ასაკიდანვე კომპიუტერის კლავიატურაზე აკრეფენ საჭირო ტექსტს. ასეთია პორტუგალიელი ექსპერტების პროგნოზი, რომელმაც საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია. ლუკა 6 წლისაა და წერას ახლა სწავლობს. ბეჭდვა თუ ხელით წერა, ეს ის თემაა, რომელზეც ოჯახში ხშირად კამათობენ. აუცილებლად ხელით უნდა დაიწეროს, ლამაზად, მომრგვალებულად. მერე უკვე გადადიან ნელ-ნელა ეტაპობრივად გადაბმით. ანუ როგორც ეუბნებიან მოხატე, ასოები ლამაზად უნდა მოიხატოს. თვითონ ბავშვებს ახლა მოსწავლებს ურჩევნიათ უფრო ნეტბუქზე, ლეპტოპზე, კლავიატურაზე უფრო მოსწონთ, იმიტომ რომ დიდი ძალისხმევა არ ჭირდება და დიდი შრომა წერა. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ინიციატივით უკვე მეხუთე წელია იმართება ყოველწლიური კონკურსი სახელწოდებით ქართული კალიგრაფია. ხელით წერის კულტურის განვითარება კომპიუტერულ ეპოქაში. ასე შეიძლება დავახასიათოთ კონკურსის ერთ-ერთი მთავარი მისია. ნესტან ბაგაური ამბობს, რომ თანამედროვე ეპოქაში, როცა ხელით წერის ტრადიცია ნელ-ნელა მნიშვნელობას კარგავს და მას სულ უფრო ხშირად კომპიუტერი ენაცვლება, აუცილებელია ამ ტრადიციის წახალისება და საზოგადოებისთვის მისი მნიშვნელობის შეხსენება. როდესაც ადამიანი წერს ხელით, მას აქვს საშუალება ეზიაროს და შეეხოს იმ მრავალსაუკუნოვან ტრადიციას, რომელიც აქვს ქართველებს, ქართული ანბანისა და ქართული კალიგრაფიის სახით. რაც უფრო მეტად გამოიყენებენ ხელით წერის ტრადიციას, შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს ამ უნიკალური დამწერლობის პოპულარიზაციაში. როდესაც ადამიანი რაღაცას ხელით წერს, გარდა შემოქმედებითი უნარებისა და თვისებებისა, ის დებს ამაში თავის ენერგეტიკას, განწყობას, ემოციას და ეს ამიტომ იქცევა უნიკალურ ქმნილებად. ფსიქოლოგები ერთმუნებიან, რომ ხელით წერა ტვინს ავითარებს. კლავიატურაზე ბეჭდვა კი არა. კომპიუტერის კლავიატურის გამოყენება ზოგიერთი გონებრივი ფუნქციის დაქვეითებასაც უწყობს ხელს. უამრავი მიზეზით აიხსნება ადამიანის ხელნაწერი ტექსტის ხიბლი ტექნოლოგიების ეპოქაშიც კი. ყოველი ხელნაწერი თავისი არსით შეიძლება აღვიქვათ როგორც ერთ-ერთი ფსიქოთერაპიული ჩარევა ადამიანთან. სწორედ ამიტომ ხელწერა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელით წერა, რადგან მაქვს საუბარი, იმიტომ რომ ადამიანი ამ დროს თავის ემოციას დებს ნაწერში. იქ ტოვებს თავისი იმ ჟამინდელი ემოციის ნაწილს და შემდგომ ძალიან მარტივია ამ ადამიანის ფსიქოტიპის დადგენაც. ხელით პირველ რიგში იმიტომ უნდა ვწეროთ, რომ ეს აზროვნების პროცესს უწყობს ხელს და ადამიანი სწავლობს ნელა აზროვნებას, ლოგიკურად აზროვნებას და ჯაჭვის გადაბმას. ასოების ფორმა და დახრილობა ადამიანის ხასიათზე მეტყველებს. ფსიქოლოგების დახმარებით პიროვნების დამახასიათებელი ნიშნების განსაზღვრა და მისი ხასიათის ამოცნობა სწორედ ნაწერის მიხედვითაა შესაძლებელი. ხელნაწერი, რომელიც უნდა გაიშიფროს იწერება თეთრ თაბახის ფურცელზე, დაახლოებით უნდა იყოს 10-15 ხაზი, შეიძლება ცოტა მეტიც. თემას არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ხელწერის ფსიქოლოგისთვის შიგ თავში აზრი არ არის მნიშვნელოვანი, უფრო მნიშვნელოვანია მოყვანილობა, ასოების და დახრილობა და ასე შემდეგ. და შემდგომ ამისა უკვე შიფრავს ამას ერთ-ერთი ფსიქოლოგი ტესტებიდან გამომდინარე და შეიძლება ეს იყოს ძალიან დიდი ხნის წინანდელი ხელნაწერები და ისიც იმით წარდგინდეს, როგორი ადამიანი იყო კონკრეტულად, ვიზეც გვაქვს საუბარი. კომპიუტერთან ხანგრძლივმა მუშაობამ მართლწერის პრობლემები უკვე თვალსაჩინო გახადა. ხელით წერა უფრო მეტია ვიდრე უბრალო კომუნიკაციის საშუალება. კვლევები ხაზს უსვამს ხელისა და თავის ტვინის განსაკუთრებულ ურთიერთკავშირს.